იქნებით ის ადამიანი, რომელიც თეატრში ჩუსტებით ძავა. იმენა მაჩვის ბეწვის სუნდებს. Zakaya. ეს ქაღალდია ჭკო. ალბათ ეს უნდა ისხოს ჩამოყალიბებულ ადამიანს, რომელსაც ოთვის ისეაცი რა. ელეგანტურად ხო, ელეგანტურად. დღეს უნდა შევაფასოთ 6 ნიშურის სუნამო შაკოსთან ერთად. შაკოც პირველად დატესტავს თითოეულ მათგანზე თავის აზრს გვეტყვის. ძალიან საინტერესო არის ეს ამბავი ჩემთვის, იმიტომ რომ სუნამოები მიყვარს და რაღაც ამ ბოლო დროს გავიგერო ზაფხულის სუნამოზე. და მთელი ამბები, პლიადები რო იკვრება და მათემატიკა რო უფრო ადვილი ყოფილა ვიდრე სუნამოების ცნობა თუ რაღაცა ამბები, ძალიან საინტერესოა და იმედი მაქვს რომ ბევრი რამეს გავიგებ დღეს. ნიშური რა არის? ნიშურის სუნამო ეკუთვნის კომპანიას, რომელიც პირდაპირ კონცენტრირებული არის სუნამო შექმნაზე და არ აქვს მაგალითად ტანსაცმლის ხაზი, სათვალეების ხაზი და ასე შემდეგ და მასაზე გათვლილი სუნამოები არ არის, როგორც მე უყვართ და აწვევია ინტეგრები. კი ბატონო. სიამოვნოა, მადლობა თქვენს მოწვევისთვის. მიყვარს ესეთი რუბრიკები, სუნამოებიც ძალიან მიყვარს და რა ვიცი რომ მოვედი თქვენთან სამოთხეარი ნებისმიერი ქალისთვის აქ ცხოვრება ხალხი იმდენი სუნამო აქვს რომ რა ვიცი. ჩვენ მე მაინტერესებს სხვა შეფებსაც ვკითხე, რამდენად იჭერთ საერთოს ამ ორ სფეროს შორის თქვენს კულინარიასა და ნუ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიახლოვე არის გარდა იმისა რომ კულინარიული ინგრედიენტები გამოიყენება სხვადასხვა სუნამოებში, ხო ეს სუნები და არომატები და რაღაცები, სუნებზე არის კულინარიას დამოკიდებული ხო ჯერ ანუ ვიზუალი არის პირველი ჭამს თვალი როგორც ამბობენ სანამ კერძი მოვა მერე სუნით გრძნობა ანუ მაგალითისთვის მე შემიძლია ამოვიცნო გაფუჭებული პროდუქტი სუნით ანუ ისე რომ არ გავსინჯო და მიხვდა ეს კერძი ვარგა თუნდაც პროდუქტი ხა ჩემთანაც სამზარეულოში როდეოს რაღაცა მაგალითად 2 დღე ვააშლი 3 დღე არც იქ გავხეხეთ კომბოსტო რაღაცა რომ დაყნასავ მაგითი შეგიძლია მიხვდა ანუ გემოს გასინჯვაც კი აღარ გიწევს, სუნით შეგიძლია მიხვდა ვარგა თუ არა ის პროდუქტი ან კონკრეტული კერძი და სხვი მაინც მუშაობს ყველა ვარიანტში კულინარიაში. რამდენად ახლოს არის ეს ორი სფერო ერთმანეთთან? რა თქმა უნდა, ხა არომატებიდან გამომდინარე თავისთავად რო ახლო არის, უბრალოდ მე რაც არ მithქვამს, გამარჯობა. მე საბა ვარ, შებზარეული და აწუყე full time YouTuber-ი. მადლობა მოწვევისთვის. ხო, რაც შეეხება კითხვას. რა თქმა უნდა არომატები, სუნი, ის რაც ჩვენ ყოველდღურად ვგრძნობთ და ჩვენი ცხვირის რეცეპტორებით, რომელიც სამწუხაროდ ვირუსები და ის ხალხო და ძალიან ცუდ დღეში ცხვირის რეცეპტორები და ეხლა რას ვიტყვია, რას ვიგრძნობ ნაღდათ არ ვიცი, მაგრამ რჩება და შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი მივიღოთ, რა თქმა უნდა, რაღაც არსებობს თანაკვეთები ამ ყველაფერს, თუმცა ესე პირდაპირ თანაკვეთა რა თქმა უნდა არ იქნება სწორი ნათქვამი, რომ თქვა რომ ესე არ თქო. სუნამოებთან როგორ ხარ? მთელი ცხოვრება მე რა რომ სამზარეულოში რომ მუშაობდი, ეგეთი ის მიდგომა მქონდა, რომ სუნამოებს ხმარობდი ნაკლებად. რომ ეს სუნები არ ამრეოდა სამზარეულოში და აი ძალიან შორს ვარ, ესე რომ ვთქვა რა. მაგრამ ეხლა უკვე ბოლო პერიოდში ცოტა უკვე ვეპარებისა რა. დღეს უფრო მეტად დავახლოვდებით წესით. რაც მძაფრი არის, არ ვიცი. დარიჩინის სიმწარე არ შეიძლება არა უბრალოდ მე მგონია რომ აქ ზნով მაგალითად არის ეგეთი ლიქიორები რომელიც არის მწარე ლიქიორები რა ანუ წყლარტი კარტოფის ტყორვა წყლარტი რა ოდნავ სიტყვის სიმწარეს რო გიტოვებს რა რაღაცა ეგეთი ტონები აქვს რა ესე კონკრეტულად არ ვიცი რომელი მიხილი შინდი ალბათ არის ზენი დომატ ვაშლი აქვს ვაშლი მწვანე ვაშლი ხო არა სასიამოვნო სუნი აქვს შორის თანდა. შენ თუ დაისხამდი და დავისხამდი, როგორი ტიპები შეიძლება დაინტერესო ამ სურნებით? ალბათ ეს უნდა ისხოს ჩამოყალიბებულ ადამიანს, რომელსაც ოთვის ისეაცი რა. ელეგანტურად ხო, ელეგანტურად. და რაღაცა დაალაგებული, დამშვიდებული სუნამო არის, ძალიან რაღაცები არყივის და კაი ტიპია რა. შეიძლება რაღაც არ მაგარი სუნამო იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ მე არ მომეწონოს და რატო? რატომღაც ძალიან მომეწონს მხოლოდ ტკბილი სუნამოები. ვერ ვგუობ გრილ სუნამოს და ძალიან მიჭირს ზაფხულში მეგობრებთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ მაინც ძალიან ტკბილი სუნამოები მასხია, ანუ ჩემ თავზე და სხვაზეც მაღიზიანებს გრილი არომატი. ეს ახლა კონკრეტულად ჩემთვის არის გრილი. შეიძლება არ არის ესე აღწერილობით არ არის, მაგრამ
ჩემთვის გრილია და მე ეს არც ხოზე და ნუ მეც ვერ ვფლობ, აი თქვენს ხვირშიც გამახიზიანა. ხო. რა ნოტებია? აქ არის ციტრუსით, ლავანდა და აი ლავანდა მე ვერ ვიტან. ლავანდა დომინირებს ვაშლთან, მწვანე ვაშლთან ერთად და სიდრილე მოაქვს. ბოდიშით. ცოტა სადღაც მოგუდულად ციტრუსსაც გძნობ, სადღაც უფრო ცედრისკენ, ხო ცედრის როგორ ანათალს გძნობ, იცი თეთრი ანათალი როა, ხო ბოლოში რო სიმწარე მოაქვს რა, იმიტომ რომ ლავანდას ხო თავისებური სიმწარე აქვს, იმ ცედრასაც თავისებური რაღაცნაირი სიმწარე აქვს რა, მთლად პირდაპირ უჩვენებლად თქვა რომ ციტრუსია თქო არა ციტრუსი. ციტრუსის მსგავსი ეფექტი აქვს ლავანდას. ხო, რაღაცა მსგავსი არის რა. და მომწონს მაგრამ რო გითხრა რომ მე გამოვიყენებდით ხო და ამ ყოველდღიურად დავისხამდი მოგატყო. არა. ჩემი პირადი აზრია, სავს არ ვახურ რა თქმა უნდა, უბრალოდ ხო რა, ცუდი არა. მოსაპნო, აი აბაზანის სუნის რაღაცა ტიპს მიდავებს რა სუნს. და ეს კარგი გაგებით ან სასიამოვნო კუთხით თუ კი, ის აი აბაზანის სუნებს რო აქვს ხოლმე რაღაცნაირი სიმწარე. ბოლომდე ეგეთი სიმწარე არა აქვს, მაგრამ რაღაც სუნამოდ რამდენად აღიქმამდე ახლა მოსწოდა. სუნამოდ უფრო ნაკლებად რაღაც აი მოსაპნო აი ხელის დასაბანა და რაღაც სანიტაიზერი. ხო, სანიტაიზერის ტიპის. მე ცოტა უფრო ტკბილი სუნების მოყარული ვარ. შენ არ გამოიყენებდი ხი? მე არ გამოიყენებდი. დავისხავდი ოღონ ძალიან იშვიათად. სპეციალურ შემთხვევებში. ხო. უფრო მასკულინურია, კაც უფრო მოხდება ხალხს, ორივე, უნისექსი არის, ჩემთვისაც უნისექსი არის, შუაში. ეს უნდა რამდენად მოგეწონებოდა შენ პარტნიორზე. აი რომ წარმოიდგინე ხალხს ასხია და აი რამდენად 50-50. სტაბილიზებას ვერ მოახდენდა, მაგრამ არც გაგახიზიანებდა. კი ბატონო. ეს ჩემია. ეს ძალიან კილიანი ხო არა? კილიანი რა. ეს უნდა ძალიან მოწონს, კაცსაც ძალიან მოწონებოდა და ქალსაც ძალიან მოწონებოდა. კი ეს უბა სუნს, მაგრამ მართლა ეგეც სუნს, რა შენც სუნს. მე რა ვიცი, სიროფისებრი რაღაც მოთბოტონებში რო არის იმ მეგარი. ის ხილი რომელიც აქ არის გამოყენებული. ეს არის მარაკუია, ან რაღაც მინდა სტრანის სუნი, რომ მართლა ხუბაბუბას რო გახსნი, ხო იცი, აი ბავშვობაში ხო გაგიხსნია და უცებ სუნი. ხო სუნი რომ ამოხდება, აი ზუსტად იგივე სუნიოს, ეგრე ტროპიკული ხუბაბუბები რო იქ. კი, კი. სამწელს ერთად. აქ არის გამოყენებული შავი ბალი. შავი ბალი? კი. ბავშვი არა, შავი ბალის სუნი ჩემთვის პირად. ხო, და სიროფის მოკლედ ვინც არ იცით, ბალი არის სინთეტური აკორდი. ნოტა არ არის ბალი, ანუ ბალისგან ეთერზეც ვერ გამოხდი, მალფუჭებადი არის და ვერ იყენებ პარფუმერიაში. ანუ ეს არის ძირითადი შავი ბალი? შავი ბალი არის და კიდე რა კიდევ აქვს ტყავი. ტყავი? და აქვს კვამლის ელემენტები. აი ეს არის თავი ბაზას უნდა მოსიქ რაღაც. ნუ მე როგორც მწვეველი რა თქმა უნდა კვამლის ელემენტს ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ეს ვისაც გამჯდარი მაქვს, მაგრამ ოკეი. ყავს ხო აი ყავ მაინტერესებს მართლა, იმიტომ რომ ხო სადღაც ახალი ყავის სუნისგან მეავს კი. როხის ყავის სუნი აქვს რა, ახლემის ყავისგან ვერ მიდის თქვა. ხათაშოს ორივე სუნი ვიცი კარგად, ამიტომ მე ვერ დავეთანხმდი, იმიტომ რომ არ ვიცი, ვერ შეეცნა ახლეგები. ამიჯერე ახლემის ყავის. რა ნაცნობი სუნი აქვს. ძალიან პოპულარული ბრენდის სუნამო არის. ესეთი სუნამოს რო გაგახსენებს. ანუ აშკარად ქუჩაშიც შეიძლება გეგზნო, ანუ სხვადასხვა მაღაზიებში იხვიდოდი, ჩაუვლით. ნაცნობია, მაგრამ რაღაცა აი შენ რამდენად მოგწონს, რამდენად გამოიყენებ თუ ნაკლებად. ან შენ პარტნიორზე რამდენად სხვა ადამიანზე როგორ მოგეწონებოდი. პირველთან შედარებით უკეთესია. ჩემზე ნაკლებად, მაინც კიდე უფრო მოტკბო არომატებს ვეტანები მე. სხვაზე ისინი რაღაცა შემაწუხებლად არ მივიღებდი. აქვს თუ არა ეს განსხვავებულობის ეფექტი. მაინც აი ბევრისგან შემიყნოს ესეთი სუნი ასე რა ვთქვა რა და ცოტა ესეთი ეს არ არის რა ქვია აი ნიშურს რო ეძახიან რა ალბათ უფრო სასუნს და ვაკმედი ამას ხო რაღაც აი ქალს უფრო მოუხდება თუ კაც შენი აზრით
ალბათ ეგრე სქესად მისუნამოებს არ ყოფ, იმიტომ რომ ჩვენი მე ჩემი შეყვარებული სუნამოებს ვისხავ ხოლმე, საკუთარი არ მაქვს რა. აბსოლუტურად გეთანხმები. ყველა სუნამო არის unisex მეგობრები. რაც გინდათ ის უნდა დაისხოთ. არ აქვს მნიშვნელობა. ვარდისფერი ხო არ არის ქალისფერი, ანუ წარმოვიდგინდა იდეაში თან ვარდისფერი, კაცისფერი იყო და ორბაციანებში კაცი რო ჩავისვამს ვარდისფერს და შეიძლება ყველაზე მასკულინურად დააჯდეს ეგ ფერი კაც. და იგივე ამბავია სუნამოების. არ არსებობს ტორტი ხო ქალები არ ჭამს ტორტს, მარტო კაცებიც ჭამს იგივე ამბავია სახე. რომელიც მოგწონს ის უნდა ატარო დავიწყო. რაღაც ტკბილი რაღაცები აქვს. ოღონ იმდენად ტკბილი რაღაცები არ არის. დახუთული სიტყვა არ არის. ხო, აი ამაში რო კონდა სიტყვა, არა ამაში რო კონდა სიტყვა, ეგეთი სიტყვა არ არის, მაგრამ ნორმალური სიტყვა აქვს რა. ყოველდღიურად იმენა, აი კვირაში რაღაცა 3 დღის განმავლობაში მგონია რომ აი დაახლოებით ისე რომ მითხარი რას გახსენებს, ან შენთვის რა აკორდები არის დომინანტური, ან როგორი ადამიანი შეიძლება იყოს დაინტერესებული ამით, როგორი ადამიანი მოერგებდა ქალი კაცი. აი ამას ორივე ადამიანი ატარებს ორივე სქესი მე მგონი მაგრამ რაღაცა ამაღი ადამიანების ატარებელი არის ეს ყოველდღურად ვინც ატარებს რა იმიტომ რომ რაღაცა ისეთი განაცხადით ახის ეს რომ აი მე ვარ ვინც ვარ და თქვენ არავინ არ ხართ ჩემს იქით დედამიწა არ არსებობს რა ანუ ეგეთი ტიპის სუნამო უფრო არის ჩემთვის და ეგ ადამიანმა გამბედაობა ჭირდება რომ ეს უნდა მოატარო ხასიათს ლატმეია რა ხასიათს უნდა შევუსაბამოთ მეგობრებო ზოგადად სუნამო და ნუ იქნებით ის ადამიანი რომელიც თეატრში ჩუსტებით წავა ჩუსტებს გააჩნია ხელის არომატებიც არის ვანილიც არის არ ვიცი დარიჩინები გრძანი აი რაღაცა ეგეთი მიხარ აი რაღაცა ეგეთის იმას ხო სანელებლები რაღაცა აზიური ტიპის უფრო ხაი აზიურ სუნელებასთან აღმოსავლური ხო აი რაღაცა აღმოსავლური არის ჩემთვის და ძალიან ეგზოტიკურია ეს მომწონს ხალხს უფრო მოხდებოდა თუ მამაკაცმანი ასეთ ესეც უნისექსი ხო არა რა მე ორივეზე ავიტანდი კაცსაც ძალიან მომეწონებოდა და ქალსაც კი მეც დიდი სიამოვნებით რა არის ეს რა ეს არის BDK Gris Chardonnay Extract მან საქართველოში არის თუ ისე პოპულარულია მაგრამ გლობალურად ესეთი ბრენდი არის საკმაოდ აღიარებული, წარმატებული და unisex-ი არის, კი ბატონო. გაითვალისწინეთ მომწონს. ჩემთვის ზოგადად ყველა სუნამო unisex-ია. რაც არის და ფემინური იყოს სუნამო, ჯერა რომ კაცსაც შეიძლება მოუხდეს ის სუნამო თუ კარგად მოიხდა. მაგრამ აი კაცის სუნამო ქალს რამდენად მოუხდება, ყველა არ ვიცი. არა, ყველა ან ტიპას გააჩნია ადამიანს, როგორი ტიპაჟი არის თუ რაღაც კაცრი, რაღაც დომინანტური, ესეთ პერსონა არის, თავისუფლად შეიძლება ყველაზე მასკულინური არამატიც ქალმა ატაროს. კი ბატონო. ძალიან ინტერესანტი. აბა დამიწერეთ ხალხურ კომენტარებში რა სუნიებს ამას და მე მეკითხეთ რა სუნიებს. ფრაგმენტიკაზე შემოწმოთ ნოტებს და აი არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ რაღაცა ნოეს კიდობნის ხის სუნიებს რა. ძალიან ძველი. ძალიან სტრანი სუნიებს, მაგრამ თან ძალიან გემრიელი. ხო და რავი კარგია შეგიქებ, მაგრამ აი რა ის სუნიებს მართლა ვერ ამოხსენი, იმიტომ რომ აი რამდენად გამოიყი, აი როგორი ტიპი დაისხამდა ამას ნოის გარდა. ნოის მოსეც დაისხამდა რა რაღაცა იყო, ანუ იმდენად ცოტა დამჯდარი ხასიათის ტიპი დაისხამდა რა, რომელიც უკვე დადინჯებული, დაღვინებული ტიპი რო არის რა. წარმატებული ცხოვრებაში შედგა და რაღაცის მენეჯერი მინიმუმ და იყოს, რომ რაღაცას უყურებდეს ცოტა სხვანაირად რა, სხვა კუთხიდან დანახული. ანუ ეგეთი სერიოზული ტიპის სუნამო უფრო მგონია ეს ყველაფერი და შენ რამდენად დაისხამდი და თუ მოგწონს ვასია რომ მე დავისხამდი გამომდინარე იქიდან მე წარმატებული ადამიანი ვარ და მეც მენეჯერი ვარ ჩემს პოზიციაზე, ნუ შევძალო თავისთავად მხრივ მენეჯერსაც ნიშნავს და კიდევ სხვა რაღაცას. ამიტომ დავისხავდი სიამოვნებით რა. კვირაში 3-ჯერ დავისხავდი. კვირაში 3-ჯერ. კი. თუ გაინტერესებთ შეფსარეულობა რას ნიშნავს, Kitchen Bros-ის სახე გამოიწერეთ აუცილებლად. და ამასთან ერთად შენც რო გავიწერე, შენი ახლის უნდა გამოიწერე. ჩემი ახლის მიაყოლეთ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა არ იცის მაგალითად რისთვის არის საჭირო საერთოდ გამოწერების რაოდენობა. რა ერთია რომ ხალხს უხარია, მაგრამ მეორეა რომ პირველ რიგში ჩვენ გვეხმარება აუდიტორიასთან სწორად კომუნიკაციაში, დიდ აუდიტორიასთან. ამასთან ერთად გვეხმარება იმაში რომ კომპანიებთან ურთიერთობა დავალაგოთ სწორად, იმიტომ რომ კომპანიები აფასებენ რაოდენობით გამოწერებს და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბოლოო ჯამში და მესამე მთავარი ფაქტორი იცი რა არის კიდე. აბა შეიძლება გონია. როგორც ახლა შენ ამაზე მაწოლებ, ესე მაგაზე მაგათო.
მე როგორც გამოუცდელი იუთუბერი, თვალის გახარებისა და კომპანიის თანამშრომლობის გარდა, დილით ხასიათი გეცვლი. აი, გამოუცდელი იუთუბერი არ შემცვლია მეგობრებო სამწუხაროდ ხასიათი. როგორი რაღაცა ეს ახლა მეც ხო არ ამას 100 და 200 და 300 და რაღაც მშრომელი გამოწელებს რაოდენობა, მაგრამ რაღაც გარკვეულ რაოდენობით ნენელა მივდივარ წინ, ხო? ყოველ დილით რომ ამაცობ ხოლმე რაღაც აპლიკაცია, 10 კაცი რომ გემატება და მეტი ხო ხდება. ჩემი დღე იქნება, აი რაღაც საოცარ დღეეთ რა. რაც უნდა ის იყოს, რა ქვია. ჩაჟამული რაღაცა ცუდი დღე იყოს და პირობითად ქარი წვიმა და ტორნადო ერთად მოდიოდეს. მაინც რაღაცა მხიარულება. რა განცდა როგორ პროშტომა გიფასდება თუნდაც უსნაბიჯებით გამოიწერეთ შიქშიქი გამოიწერეთ კიჩენბროს შენ უნდა გააკეთო საჩუქარი ეგეთი მაგალითად 5000 გამოიწერეთ და რაღაც განსაკუთრებული სუმა მოარჩიე სხვათა შორის მქონდა აი ედიტების გამარჯვებულები რომ რასე რენდომად რო არ ყოფილიყო და TikTok-ზე ედიტებს მის გააკეთებ შეგიძლიათ ამ ვიდეოში მადლობა საბას ამ ვიდეოზე შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ედიტი რაც უფრო კრეატიული იქნება მაგით მიხედვით ავარჩევ ჩემი რჩეული მეყოლება და დანარჩენი ჩემი რჩეულის გარდა 4 ადამიანი დასაჩუქრდება ლაიქების რაოდენობის მიხედვით. ამიტომ გააჭერით, მიჭერით ეს ვიდეოები TikTok-ზე აგეთეთ. თქვენ ციცვალეთ ახლა და მე ჩემი მსხრივ კარგს უნამოებს გამოგიგზავნით. ხოლო რაც შეეხება ჰეშტეგი გააკეთეთ შიქშიკი. კი ბატონო, ხოლო რაც შეეხება ჩვენს არხზე ედიტებს, ჩვენი არხიც დაამუშავოთ, გამიყიდეთ ედიტები და გამოგზავნოთ ისეთ კულინარიულ სამყაროში, რომელსაც სხვაგან ჩვენს გარდა ვერსად ვერავისთან ვერ ნახავთ და რაღაცა 1-2 ლაჭულ ვერსად გაჩუქებთ. დაიღვინო შეგახოტოთ მაგრამ რაც შეგვიძლია ბატონო იმის იგი დავიწყო. იმის იგი გამოიწერეთ და მე რა იქნება. კი ბატონო. აი ეს მომწონს. ეგრევე ბაბულის სუნია. აი რაღაც თან ბაბულს გონია რომ ციტრუსი აქვს ამას ცოტა, ბაბულსაც ციტრუსით აკეთებენ იდეაში. რაღაცა კი პირდაპირ ეგრევე პირდაპირ ფორთოხლის არომატი არ აქვს, მაგრამ რაღაცა აი ძალიან ტკბილი ფორთოხალს აქვს ხომ ხანდახან არის ესეთი არომატი, ცოტა დიდხანს რო დაგრჩება და ძალიან პოპისკენ რო წავა რა. ეს ძალიან კაია. ანუ ამას შენატარებ კი, დიდი სიმღერით. და რაღაცა ის ბაბულის ის ბავშვობის და მარტო ბავშვობის არა ეხაც თუ ბერო ხო აი ეს მართლა საინტერესო არომატი არის მეც ეს ძალიან კაია აი ესეთი სუნი რო კონდეთ ხოლმე კაცებს და ნაკლებად კონდეთ აი ეს ძალიან დასპირტული სუნამოს არომატები ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება ხო არის და რაღაც ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება ჩემთვის და ალბათ რაღაც ყველას ეს ნახლა კრეატიული არომატი არის ერთ-ერთი. კი, ძალიან კარგი. სახელებს ბოლოში კი, მაგას ვავლენთ, ხო? ამას აქვს საზამთრო სუნი. აღმოჩენა. სხვათა შორის ის კომპონენტი, რომელიც ამ სუნამოს აქვს, პარფუმერიაში საზამთროსავი ჟღერს. საზამთროს და ამ კონკრეტულ აკორდს. სახელები გაქვს თუ თვითონ პროდუქტი. რომ მის ეთერზეც როგორც ცდილობენ ეს პროდუქტი გამოიყენონ აკორდის სახით პარფუმერიაში. საზაფხულო ხილი არის ნამდვილად. არა, საზამთრო არ არის. საზამთრო არ არის. ნეში? არა. ხო, დან ის არის. ტკბილი ნოტები აქვს. ამას რატოს ნო? ტკბილი ნოტები აქვს. მე მაგალითად ამ სუნამს არ დავისხარ. იმიტომ რომ ტკბილი სუნამები არის. მე არ მომწონს ფეხარბუსუნა ფრარი სამსტუსუნია ფრარი ხო ეს ამ პოპულარული ბრენდი არის ერთ შანსს ხო არ მისცემ არა ძალიან ნიშური ბრენდია აი ზედანიშური მე არ მომწონს არავის არ მოგეწონებოდათ ეს არის ორტოპარის მეგამარ და ეს სუნამო ამაზე ძლიერი სუნამო ან არსებობს ან არა. ამ ერთს რომ მიიპყურებ სადმე, ჩათვალეთ, მეორე დღესაც სურნელი არის, შლეიფი არ ნელდება, არც პროექცია, ხო, პოპულარული სუნამო არის მისი პერფორმანსის გამო და სხვათა შორის ცოტა ისეთი სინთეტური აკორდები აქვს, რაღაც უფრო ცხოველურ, საზღვაო არომატში გადადის და მაგიტომ არის ძალიან ინტენსიური. არა, ეს არა. ანუ ეს კაია? მე ეგ შენ უნდა მითხრა.
ბიჭო, იმდენად ის არის, რა ქვია, წინა ვიდეოს ფოტოშოპს ნახე, პასტორო ლაპარაკობდა რა ის საპნისონი აქვს რა და მართლა იცი როგორ საპნისონზე მივდივარ და ძველოდ სადღაც ალბათ 15 წლის 20 წლის წინ იყო ეგეთი საპონი რა, არ ვიცი ეხლა საერთოდ შემთხვევაში მე ძალიან უთხევად საპონიზე რომ გადასული ის აღარ ვიცი ეს მყარი საპონია ლურჯი და მწვანე ფერის ძალიან აი ახსოვს ხო ქიმიური ჟანრი ხო რა ანუ იმდენად არარეალური ფერები იყო რომ აი რაღაცა სუნის ძალიან სტრანი ხონდა ხოლმე ეს ქიმიური სუნი ხონდა რა და აი მაგ ქიმიური სუნისკენ მივყავარ ეხა ამას რა სარეცელო ფხვნილები ახსენებასთან და იქ აი მანდაც მივდივარ რომ რაღაცა ის არის რა სარეცელო ფხვნილისკენ მიყავს ჩემს რაღაც განსაკუთრებული სუნი ამას არ აქვს რა არც შემახშება ვდებოდი მაგრამ ის ძალიან მივყავარ რა შეესპარო ცხვირის სუნის გამქრობის რო არის აი ყალყმებით რო არის ყავა სუნო დასუნო და ყავა არაფერს არ შვება ეგ არის მარკეტინგული ხრიკი ვინც არიცით რომ ცხვირის რეცეპტორები უფრო დაადებილოს ასე ბრჭყალებში და ყველა სურნელი კარგად მოგეჩვენოს და მაგ ყავის გარეშეც მთელი სქემა არის იმაში რომ სუნამოს საწყისი ნოტები ანუ გახსნის ფაზა პირველი 10-20 წუთი იმდენად მარტივად არის გაკეთებული და ისე არის გათვლილი რომ ყველა ადამიანს მოეწონოს და აი 20 წუთის შემდეგ იხსნება მთელი სუნამო და მთელი არომატები და ასე შემდეგ ამიტომ ბევრი არის შემთხვევა მაღაზიაში დატესტავენ სუნამოს მოეწონებათ იყიდიან მივლენ სახლში და აღარ მოსწონთ იმიტომ რომ 20 წუთში საერთოდ სხვა სუნს ეჩდება ამიტომ სუნამოს დატესტო და შეძენათ უქნებავთ ჯერ კანზე დატესტეთ აუცილებლად ატარეთ ერთი დღის მანძილზე უფრო უკეთესი არის მილilitrობით თუ შეიძენთ და რამდენიმე დღე ატარებთ და შემდეგ უკვე სრულ მოსულობასაც იყიდით რომ ბევრი თანხა არ დახარჯოთ. აი გაიჩევა არის. რას მაგონებს იცი? აი ცოტა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ აი ახალი ციგნის სუნივით არომატები აქვს. ახალი ციგნი ოღონდ ახალი ციგნი მაღაზიიდან არა მე სტამბასთანაც მქონდა შეხება და აი ახალი დაბეჭდილი ციგნი რა აი რაღაცნაირი სუნი აქვს თბილი ახალი დაბეჭდილი ქაღალდს რაღაცნაირი არომატი აქვს ამას ალბათ უფრო დავისხავდი როგორ შემთხვევაში იცი რაღაც აი კოსტუმს რო ჩავიცმე რაღაც აი ბაფთას რო გავიკეთე რაღაცა ტაქსიდოს ვაიბები მოაქვს რა დილით გავასხე ოთახში და იგივე ინტენსივ ოფისუნგას ჩემ ოთახში ისე. ოთახში გასხმული და კანზე დასხმულს მე სხვადასხვა არომატები აქვს. კი, რაღაცა ცვლილებას გვაქვს. კი, კანს აქვს განსხვავებული ქიმია ყველა ადამიანის კანს. ანუ შენ კანზე შეიძლება ერთი სუნამო კონკრეტულად ჟღერდეს, სხვანაირად ჩემს კანზე შეიძლება საერთოდ მოკვდეს. აი ეგეთი შემთხვევა მაქვს ტომ ფორდის ტობაკო ვანილას. სხვაზე ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემს კანზე რაღაც ძალიან ფუჭდება ეგ სუნამო. რაღაც გაციებულ ჩაის ემზებს. აი მასხია ეს ზუსტად. ტობაკო ვანილა? კი. შეიძლება. ეს არის სხვათა შორის სუნამო, რომელმაც მთელი საფული გადამატანინა. არ არის წესი საფული სუნამო, მაგრამ მთელი საფული ესმის. არ არის საზაფხულო სუნამო, მაგრამ უხდება საფულს. ამიტომ ნახოთ. ეს ამაზე მაინტერესებს ყველაზე მეტად რეაქციები. შეიძლება ახლა ისე დავახასიათე რომ ცოტა მოუნდეს ადამიანს და ვერ თქოს. ამით დაგვეწყო ჯობდა. რა? ამით დაგვეწყო. შენთან იყო გიორგი და? აი ეს ტექნიკა. არ მუშაობს გიო. ამები არა. იმიტომ რომ შენ კაი ცხვირი გაქხა ჩვენ ვისაც ეგეთი ცხვირები არა გვაქვს, მოგვატყობ რაღაცებით რა. ვიღაცა. ბევრი რაბეკი კომპლექსური არის, მაგრამ ძირითადად კაი ეჯებსთან და ის გემო. ხო, რამდენიმე აკორდი დომინირებს მან. ამას აქვს ახლა ერთ-ერთი კონკრეტული ხის ჯიში. კარგი სუნამო არის უდაოდ და ზამთრისთვის. ჩემთვის ეს ყველა სეზონს უხდება. და ამ სუნამოს ყველაზე კარგი აქვს ის, რომ აქვს ესეთი აკორდები ხის, პალო სანტო ქვია და მედიტაციებში ხშირად გამოიყენებენ ესეთ დამამშვიდებელი სასიამოვნო ეფექტი აქვს და სუნელშიც სამკაფიოდ იგრძნობა. სულ რო დაკმოსველი არ ქონდეთ, იგრძნობთ რომ რაღაცა გამშვიდებ და ჰარმონია მოდის ამ სუნამოდან. და ეს სიგილის ტონებიც რაღაც მომენტებში უთხოვს რა. კი, თავში აქვს პერგამოტი. კი. პერგამოტი. რაღაცა ტყე, რაღაცა ეგეთი ხე. ეგეჭუ მქონდა, იმიტომ რომ აქაც მეტი დოზა არის მაგ გრილი კომპონენტის კომპონენტური ისე ვერბოსი. ხო. ბრენდის კლასი თუ ავიღებთ. აბა.
ორტო პარიზი არის ალბათ ესეთი ყველაზე სლავური ბრენდი. მე როცა ეს არის ინიშიო. ინიშიო. ხო, არაგონ და ძალიან ისეთ პოპულარული სუნამო არის, მაგრამ ხო ხის ნოტებით აქცენტირებული არომატი არის ამ ბევრი ხე. ერთადერთი აი ესეთი არომატები და ხომ ის სიტყვაში არის, ანუ მე დამეცხაზე არ მაქვს კილიანის smoken wood, ხო, ეგ არის. კილიანი არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც ყველა არომატი მომწონს. დანარჩენებზე აი ქალების სუნამოების მომწონს კილიანის, მაგრამ ნუ ჩემი საყვარელ ორ ბრენდში არ არის. მესამე მეოთხეზე ალბათ გავუშვებ. პირველი ნასომატო უდავთ. აი მაგრამ ესეც ნასომატოც წესაღანთ მოტკვა ხაზი რომელიც აქვს ამ ბარა უნდა და ესე ვიქავხანო და რაღაც. მეორე არის პენჰალიგონი. ეგ არის. იმენა მაჩვის ბეწვის სუნებს. მაჩვის ბეწვი. აი და როგორი მაჩვის ბეწვის იცი გზაზე რო გადაირება ეს და განიარდება ბეწვი რაღაც აი ეგეთი სუნი აქვს რა. ამ სიიდან ეს არის ჩემთვის ყველაზე კომპლიმენტური არომატი, ან ყველაზე მეტი კომპლიმენტი ამ სუნამოზე. მაჩვის ბეწვი ასევა? კი. ვაუ. ასე აღმოჩნდა რომ მართლა ესეც სადღაც ბოლოსკენ შეგვიძლია ბოლოს წინაზე მოტკბო მომწარო არომატივით გადადის მერე რა. ოღონდ აი ძალიან ისე რბილად. კი, აი ბაბულგამი რაც იყო, მაგან აი ძაფრად ერთი სუნი დამიტოვა და აქედან სიტკბო რო წამოვიდა მერე აი ესეც ტკბილი არის, მაგრამ აი პირველი სიტკბო და მარტყა და მერე ცოტა აი სინაზეში გადავიდა. იგება კაცებიც არიან ვისაც ტკბილის უნამობი. ეგ თქვენი არჩევანია მეგობრებო. მე გადაგიტყვით. მე გიტყვით რა გადაგიტყვით. მეგობრებო. ხო, ანუ ეს ნამო მეტნაკლებად ხო. არა, დიახარის ნამო შეიძლება ძალიან კაია, უბრალოდ ჩემთვის მე მაგალითად არ დავისხოთ. კი ბატონო. მომეწონება? კი, ტკბილი, აი ჩემს ყველაზე მეტად ეს მომეწონება. მართლა? ძალიან კაია. მე რა კარგია, თითქოს რაღაცა ალუბალსა ცუქრსნაფრატო არ ვიცი, მაგრამ იმდენად მომწონს, რომ ძალიან კაია, ვანილი უჭველი არის და დომინანტია ჩემი აზრით, ვანილის სუნზე გიშდები. აი ესე ტორტსაც რაღაცასაც რო ვაკეთებ, სუაი ფაინანს ჯობნოს და მე გიშდები ვანილის სუნზე. სახეც აი ძალიან მიყვარს ეს რაღაცების გამოცხობა, იმიტომ რომ მე ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო არომატი არის ამ ვანილის, მიხაკის, დარიჩინის, პასკა ასკის სუნზეც უდავთ ძალიან მიყვარს. და ამ სუნამოში ძალიან კარგად არის ეს ვანილი გამოყენებული, იმიტომ რომ ეს სუნამო მინდა თუ არ მაგ? კი. მინდა, ეს სუნამო. სხვათა შორის ესეთი ბრენდი არის, ქალებში არის ძალიან პოპულარული, მამაკაცებში არა. ძალიან კაია. სახელიც ეგეთი აქვს, იუმ ფისტაშიო ჟელატო. ეგ უნდა, აი ეხა ისე გამოვა, მაგრამ ნაყინი მეთქი უნდა მე. ფისტას ნაყინის ის არის რა, რეკრეაცია სითხეში. აუ რა კარგი ფისტას ნაყინის, ამას სხვათა შორის ფისტა ისეთი თხილი არის, აი სუნამოებზე რო საუბრობდით, რომ აი ნაყინს ყველა ვერ ჭამს, იმიტომ რომ ხომ ლაშეა ოდნავ, ხო, და ესე ყველა ვერ გუობს ამ გემოს და სუნზე საუბსა ეს მოწონს. ჩვენ ესეთი ტერმინი გვაქვს ფუდგაზმი რა. ზოგადად ან რაღაცას რო ვაკეთებ თქვენ ფუდპორნი და ზოგადად გვაქვს რა. ნოუზგაზმი არის? ხო, ეს ნოუზგაზმი არის რა, მართლა გამოყენება. ეს რა? ის საიტი მიყავა რაღაც ვანილის ტონებს ხო გზნობ? ვანილი არის. ეხლა ამან წამიღო მე რაღაც კრემ პეტისიერის ამბავში რა, ვანილის კრემს რო ვაკეთებ ხოლმე და რაღაც საკონდიტრო მიმართულებაში მინდა რაღაცა განსაკუთრებული დავდო. პირველი basic რაც არის ხოლმე ჩემი თავარი შინაგანი მოთხოვნა არის რომ ვანილის ან იმდენად მიყვარს ვანილი რა ზოგადად. ძალიან ბევრ რაღაცას ვიყენებ, ისეთ რაღაცებთანაც ვიყენებ, რაც ვიღაცები არ საერთოდ ვერ შეუხამებია რა, მაგრამ ხორცთან მიმართებაში ვანილი არაერთხელ გამოყენებული და ძალიან საინტერესო არის რა. აი წამიღო ეხლა ძალიან იცი როგორ წამიღო, რომ დაჟე რაღაც იმპროვიზაციის უნარი გამოცან, რომ ეხლა უკან შევხვდები და სადმე ექსამბლეში მომზადებ დიდი სემანები გამოს. აი ბრავო. ეს მაჩუკი. ეგრევე საკონდიტროში. ძალიან საკონდიტრო მოტკბო მოთხილო არომატივით, აი ხო, მე მართლა ისეთი განცდა აქვს.
ეს ძალიან გიმრიელი სურნელი არის ჩემთვის და ახლა ეს ქაღალდი არის ხო? ხო, ეგ გამოვიწონა რა, იმიტომ რომ მეოთხე ნომერია ხო და მიიღო და ჩემთვის მე რო გამეყენები და არ დავისხონდი ამ სუნამოს, იმიტომ რომ მგონია რომ ქალებს უნდა ესხათ, მაგრამ ქალებთვისაც დიდად ისარების სუნამო ჩემთვის არის. და კაია, იმიტომ რომ ორივეს ყოველდღიურობაში ვიხმარდი რა. შვენიერ. ყველაზე ცუდი სუნამო ავირჩიოთ, რომელიც მეჭუმებს ეს იქნება. აი, ამან ძალიან ცუდად გამხადა. და ყველაზე კარგი. ყველაზე კარგი ეს ჩემთვის. კიდე რაღაცა მომეწონა ეს მე მგონი, ხო? ესეც ძალიან კაია. ეს არის მომეწონა ძალიან. და ყველაზე მეტად არ მოგეწონათ ორტო პარისი. ჩემს სტომატოლოგს ასხია ხამე რა. და თეთრი ხალათის გამოვიყავ რა, მაგრამ თეთრი ხალათიანების სუნია რა. სტომატოლოგების სუნელი. და ეს არის პირველი რა. ამას წავედი. პირველად ცოტა იმასაც მომსგავსებ, აი, ნიტაში რომ იმაშვებია ხოლმე დეპენალას. და ჩემი რჩეული და აუ, ძალიან კაი. ადლობა შეიძლება ესეთი ინფორმაციებისთვის და ძალიან სასემონო, საინტერესო იყო პროდუქტი და გამოიწერეთ ფშიკ-ფშიკის არხი. ქიჩემბროსი გამოიწერეთ აუცილებლად აღწერაში იქნება ყველაფერი გადადით აუფასეთ ადამიანებს რომ მადლობა, იმიტომ რომ ანუ კარგ რაღაცას აკეთებს და საინტერესო რაღაცას აკეთებს ადამიანი და დაუფასოთ და გამოიწერეთ არხი აუცილებლად, თორე სახში დაგადგებით. კარგად ვერ გეტყვით რა სუნამოების აღმორჩევა ეს ჩემი ძლიერი მხარე ხარ რაღაც ზოგადად ისინი ვიცი რა იშლეებში ციტრუსების ხის არომატი რაღაცა ესე კონკრეტულად კარგად ვერ ვკვევი ამიტომ ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის შენი ხაზი იმიტომ რომ ზოგადად სუნამოები ძალიან მიყვარს მაგის ჩემი ფავორიტი სუნამოები რა შევხედე შენს ვიდეოებს თუ როგორ ხსნი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება როგორ უნდა იმას ვქნათ ან შეიძლება მაგალითად ზედაპირზე ეწეროს ვანილი მაგრამ ანუ იდეაში რჩებოდეს ხო რაღაცა ფორთოხლის სუნი ან რაღაცა ძალიან საინტერესოა და რა ვიცი დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. კი, ხარ კარგი.